ამა თუ იმ დარგის განვითარების საქმეში უდიდესი როლი ენიჭება აგრეთვე სახელმძღვანელოებს. უნდა ითქვას, რომ ჩვენი მეცნიერების მიერ აი დაწერილი სახელმძღვანელოები და სახელმძღვანელოს წერა ეგრეიული არ არის. აქ საჭირო არის უამრავი ფაქტის გათვალისწინება. ეს უნდა იყოს ორიგინალური, ეს უნდა იყოს გასაგები. ამას სჭირდება თავისი ხელოვნება. აი აქ მე მინდა გავიხსენო ერთი რამ, რომ ჩვენი სამხედრო მეცნიერების მიერ შექმნილი სახელმძღვანელოები, რომლებიც გულისხმობენ მთიან პირობებში, მთის პირობებში ომის წარმოების ხელოვნებას, აი ამ სახელმძღვანელოებით სარგებლობენ საზღვარგარეთის სხვადასხვა სასწავლებლები და ჩვენი მეცნიერების პროდუქტი ფაქტიურად რეალიზდება იქ. ასევე არის ტექნიკაშიც. აი როდესაც ჩამოდიოდნენ ჩვენთან უდიდესი მეცნიერები, NASA-ს წარმომადგენლები, შემოდიოდნენ ლაბორატორიაში, უღებდნენ სურათებს და ბოლოს გვეუბნებოდნენ, ჩვენ ძალიან გვიკვირს აი ამ მოძველებულ დანადგარზე როგორ აღწევთ ასეთ შედეგებს. მე მას მაშინ უპასუხე. ამას ჩვენ ვაღწევთ საკუთარი ხელით და გონებით და მათ მხრები აიჩეჩეს. ესე იგი, აქ ამით მე რას უსვამ ხაზს? საზღვარგარეთ არის უაღრესად განვითარებული ტექნოლოგიური პროცესები, ანალიზის ხელსაწყოები. ნებისმიერ ლაბორატორიაში საკმარისი არის მოითხოვო, რომ გჭირდება ესა და ეს ხელსაწყო, რომ მესამე მეოთხე დღეს ის თავის ადგილზე იქნება დამონტაჟებული. და ჩვენ ამისი ფუფუნება არ აგვაქვს. მაგრამ ის მიღწევები, რომლებიც აქვს ბატონ ლეჟავას, რომელიც ჰქონდა მუსხელიშვილს, რომელიც ჰქონდა ქართველიშვილს, რომელიც გვაქვს თუნდაც ჩვენ დღევანდელ მეცნიერებს, ეს არის გონების ტრიუმფი. ეს არის ინტუიცია, ქართული ინტუიცია, რომ იცი როგორ უნდა გააკეთო და მას უმარტივესად, ძველი მეთოდებით, მაგრამ უდიდეს შედეგებს აღწევ. აი ეს აზროვნება არ უნდა დაიკარგოს. ეს არის ახალგაზრდების მომავალი. ამაზე უნდა იზრუნოს მომავალმა ქართველმა, რომ უნდა იზრუნოს აგრეთვე იმაზე, რომ ის შედეგები, რომლებიც ისევ და ისევ ქართული გენით არის მიღწეული, დარჩეს საქართველოში, გამოადგეს მის ქვეყანას, გამოადგეს მის ხალხს, გამოადგეს ქვეყნის პროგრესს, თავდაცვას, მეცნიერების განვითარებას, აზროვნების განვითარებას. და თუ ვინმე მოითხოვს ამას, კი ბატონო, ასეთ შემთხვევაში ხელგაშლილად ჩვენ შეგვიძლია სხვასაც ლანგარით მივართვათ ჩვენი გონების ტრიუმფი. სამწუხაროდ, უამრავი მეცნიერთა ჯგუფი საქართველოში მუშაობს უცხოეთის მიერ დაფინანსებული გრანტებით. ეს ცუდი არ არის, რა თქმა უნდა. იქმნება სამუშაო პირობები, მაგრამ მის უკან იმალება ძალიან დიდი რამ. მუშავდება ერთი ტექნოლოგია, მაგრამ ამ ტექნოლოგიის დამუშავებისათვის საჭირო არის მრავალი მოსინჯვა, მრავალი ცდის ჩატარება და შემდეგ ეს უკვე დამფინანსებელს უბრუნდება არა მხოლოდ ერთი კვლევის შედეგი, არამედ მას მიჰყვება უამრავი ისეთი კვლევის შედეგები, რომლებიც შესაძლებელი არის ამ გრანტით გათვალისწინებული არ იყო. ჩვენ რა თქმა უნდა მეცნიერი ღებულობს ჰონორარს, მაგრამ ეს ჰონორარი არის ბევრად უფრო ნაკლები იმ შედეგთან შედარებით, რომელიც დამკვეთთან წავიდა. გარდა ამისა, ფორმდება უამრავი თემა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. დავუშვათ 100 თემა. ამ 100 თემიდან ფინანსირდება 3, მაგრამ დანარჩენი, რომელიც არის სიახლე ფაქტიურად და შესაძლებელი იყო, რომ დანერგილიყო, ფაქტიურად ხელნაწერის სახით ან ნაბეჭდის სახით ის მაინც რჩება საზღვარგარეთ. აი ამაში არის გრანტების უარყოფითი მხარე. შესაძლებელი არის და უკეთესიც იქნებოდა, ბუნებრივი არის, ჩვენ გვეწარმოებინა, დაგვეპატენტებინა და შემდეგ გაგვეყიდა პატენტი, გაგვეყიდა პროდუქცია. არა მხოლოდ და მხოლოდ ნაზრები, რომელიც შესაძლებელი არის მრავალმხრივად იქნას გამოყენებული და მრავალ დარგში უცხო დამკვეთების მიერ. ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის აუცილებელია გამოყენებული იქნას ქვეყნის შიგნით არსებული ფაქტიურად ყველა ტექნიკური რეზერვი.
ბუნებრივი არის საქართველოში დაგროვილი არის ძალიან დიდი სამეცნიერო და ინჟინერული პოტენციალი და საჭირო არის მისი გარკვეული მიზანდასახული გამოყენება. ქართული ტექნიკური აზროვნება არ არის ერთ-ერთი ჩამორჩენილი, არამედ არის ტრადიციული და მსოფლიოში ალბათ ერთ-ერთი უნიკალური. ქართული საინჟინრო აზროვნების გამოვლინება არის ის, რომ ჩვენს მიერ იქნა სწორედ დამუშავებული ფოლადის წარმოების ორიგინალური მეთოდი, ფერადი ლითონების წარმოება, თუნდაც იმ დროისათვის უნიკალური მანგანუმით გამდიდრებული. დღევანდელ დღესაც ბუნებრივი არის, არსებობს ძალიან დიდი ინჟინერული პოტენციალი და ეს პოტენციალი საკმაოდ დიდი ხანია, დაახლოებით 30-35 წელია ვითარდებოდა. მნიშვნელოვანი არის ჩვენთან ენერგოდამზოგი ტექნოლოგიების განვითარება. აი ასეთი ტექნოლოგიის განვითარების შესახებ ჯერ კიდევ აკადემიკოსმა თავაძემ 1967 წლიდან საფუძველი დაუდო ელექტროსხიური ტექნოლოგიების განვითარებას. აღსანიშნავი არის, რომ ასეთი უნიკალური დანადგარი პირველი შეიქმნა უკრაინაში პატონის სახელობის ინსტიტუტში და მეორე საქართველოში. და სწორედ ამ მომენტიდან დაწყებული ყოველთვის ვითარდებოდა ჩვენთან ელექტროსხიური ტექნოლოგიების სხვადასხვა სფერო და ბუნებრივი არის უამრავი ტექნოლოგიური პროცესი იქნა შემუშავებული, რომელიც გამოიყენებოდა საბჭოთა კავშირის წამყვან და სამხედრო ტექნიკაში. ასეთი ტექნოლოგიური პროცესები ძალიან დიდ ეკონომიას იძლევა და მეტად ეფექტურია. უბრალოდ რომ წარმოვიდგინოთ, რაში მდგომარეობს ელექტროსხიური ტექნოლოგიების უპირატესობა, განვიხილოთ თუნდაც აირტურბინული ძრავი, გნებავთ კოსმოსური ხომალდისთვის, გნებავთ ზებგერითი თვითმფრინავისთვის. ამერიკის შეერთებული შტატების ასეთი ტიპის თვითმფრინავების გამონაბოლქში დაფიქსირებული არის ტემპერატურა სადღაც 1350 გრადუსი. ბუნებრივი არის ის ლითონი, რომელიც გამოიყენება შიგ ტურბინაში, წვის კამერაში, უფრო მაღალ ტემპერატურას უძლებს. აი ერთ-ერთი უდიდესი საკითხი, რომელიც უნდა შემუშავებულიყო. საკმარისი არის, ავიღოთ, უბრალოდ წარმოვიდგინოთ თუნდაც, რომ ასეთი უნიკალური ლითონი, რომ იყოს შექმნილი, ძალიან ძნელი იქნება მთლიანი ტურბინის დამზადება. აი სწორედ აქ უკვე ელექტროსხიურმა ტექნოლოგიებმა ძალიან დიდი უპირატესობა მოიპოვა და კიდევ ერთი უდიდესი ნაბიჯი გადადგა ტექნიკის განვითარების საქმეში. დაფარული იქნა ტურბინის მხოლოდ და მხოლოდ მუშა ზედაპირი და პრობლემაც პრაქტიკულად გადაჭრილია. მაგრამ ეს ტექნოლოგია შემუშავებული არის და ლითონი შემუშავებული არის ქართული მეცნიერების მიერ, ახლა საჭირო არის მხოლოდ და მხოლოდ სამრეწველო მასშტაბით მისი დანერგვა, რასაც სჭირდება ფინანსები, სჭირდება სახსრები, მაგრამ ამ სახსრების მოძიება საკმაოდ რთული და ძნელია. ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი ორგანიზაციები არ იშურებენ თავიანთ ფინანსებს, რომ ეს ტექნოლოგია დავამუშავოთ მათი გამოყენებისათვის. მაგრამ ბუნებრივი არის, ჯერჯერობით ეს ფრთებს ვერ ისხამს, ჯერჯერობით გაჩერებულია, ისევ და ისევ არასაკმარისი ფინანსების გამო. ავიღოთ თუნდაც ნანოტექნოლოგიები, რომელიც უზარმაზარი ნაბიჯებით ვითარდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ბუნებრივია, აქ უნდა ვთქვათ, რომ ნანოტექნოლოგია ეს არ გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ ნანომასალების გამოყენებით ამა თუ იმ აპარატურის ან რაღაცა, ესე იგი, სამედიცინო აპარატურის შექმნას. არამედ ნანოტექნოლოგია თვითონვე გულისხმობს ნანომასალების წარმოებას. ნანომასალა კი ეს არის ძირითადი საფუძველი ყველა სხვა შემდგომი ტექნოლოგიის განვითარებისათვის. როგორც კი დაიწყო ნანომასალების შესახებ მისი წარმოების ძიება, ბუნებრივი არის ჩვენი ფაკულტეტის, ჩვენი ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა აიტაცა ეს იდეა და შეიმუშავა სრულიად ახალი ტექნოლოგია, ორთქაფარული ტექნოლოგია ნანომასალების მიღების. ბუნებრივი არის აქაც პირველ პლანზე გამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატები, რომლებმაც ეს ტექნოლოგია, ამ ტექნოლოგიის შემუშავება, ანუ პროექტი დააფინანსა.
ჩვენს მიერ მიღებული არის ასეთი ნანომასალები, ნიკელის, კობალტის, ვოლფრამის ეს მასალები ბუნებრივი არის უპირველეს ყოვლისა ნიკელი და კობალტი საინტერესო იმით, რომ ის არის ფერომაგნიტური მასალები და შესაძლებელი არის უამრავი მიმართულებით მისი გამოყენება. ჩვენს მიერ წარმოებული ნანომასალები დემონსტრირებულიც იყო, მიღებული არის ცნობა, რომ ის აკმაყოფილებს ნანომასალებისათვის წაყენებულ ყველა მოთხოვნას, მაგრამ ბუნებრივი არის მისი განვითარებისათვის, მიუხედავად იმისა, რომ ეს ტექნოლოგია ჩვენია, ჩვენს მიერ არის შემუშავებული, რაშიც ბევრს ეჭვიეპარებოდა, მაგრამ დადებითი შედეგი იქნა მიღებული, დღესდღეობით ისევ გაჩერებულია ფინანსების არქონის გამო. აი ეს წყვეტა, რომელიც ჩვენ განვიცადეთ 2 წლის განმავლობაში, ეს იყო ტრაგედია. იმიტომ რომ ჩვენს მიერ წამოწყებული მსოფლიოში ფაქტიურად პირველი ტექნოლოგიური პროცესი 2 წლის განმავლობაში შესაძლებელი არის განვითარებულიყო ისე, რომ ჩვენ უკვე მწარმოებლები გავხდარიყავით და ეს ქვეყანას მოუტანდა უზარმაზარ ეკონომიურ ეფექტს. თუ აღარ ვიტყვით უკვე იმ მეცნიერულ პრესტიჟზე, რომელიც მე მგონი ახალი ტექნოლოგიების და მასალების შემუშავებაში ერთ-ერთ პირველ ადგილზე დგას. ელექტრონულ-სხეული ტექნოლოგიებით ნანომასალების წარმოების ტექნოლოგია იმით არის საინტერესო და ის უპირატესობა გააჩნია სხვა ტექნოლოგიებთან შედარებით, რომ უპირველეს ყოვლისა ეს შესაძლებელი არის გადაკეთდეს ტექნოლოგიის დამუშავების შემდეგ სამრეწველო ტექნოლოგიად, რომელიც დიდი რაოდენობით აწარმოებს ამ ხვნილებს. ეს ერთი. მეორე. პროცესი მდგომარეობს ლითონის აორთქლებაში და ორთქლის ფაზიდან მის კონდენსაციაში გარკვეული გადაცემის პირობებში. რადგან ეს პროცესი მიმდინარეობს ვაკუუმში, დაცული არის ძალიან მაღალი სისუფთავე. და მესამე, არ არის საჭირო ზოგიერთი მასალის, მაგალითად ნიკელისა და კობალტის პასივაცია, რაც ერთ-ერთი დიდი პრობლემა არის მსოფლიოს მასშტაბით. აქედან გამომდინარე, ეს კიდევ ერთი ახალი ტექნოლოგია არის, რომელიც ქართულმა გენმა შვა და ბუნებრივი არის ეს პრიორიტეტები ჩვენ არ უნდა დავკარგოთ და პირიქით, როდესაც აღმოჩენილი არის რაღაცა საწყისი, საჭირო არის დიდი ტემპებით მისი განვითარება, რომ ეს პრიორიტეტი არ დაიკარგოს და მეცნიერული მიღწევები დაფიქსირდეს როგორც ქართული ტექნიკური აზროვნების საწინდარი. უნდა ვთქვათ, რომ აი ეს ჩვენი ტექნოლოგია იმდენად უპირატესი იყო, მე მხედველობაში მაქვს ხვნილთა წარმოების ტექნოლოგია. იმდენად უპირატესი იყო საერთაშორისო გამოფენაზე, რომ მათ ჩვენ წინადადება მოგწეს დავკავშირებოდით იაპონიის სამეცნიერო ჯგუფებს, რათა ამ მასალებს ჰქონოდა გამოყენების ბაზარი. ჩემის აზრით უკეთესი იქნება, რომ ჩვენ მოვძებნოთ ჯერ ქვეყნის შიგნით მისი გამოყენება და ბუნებრივი არის ჭარბი პროდუქცია მერე გავიტანოთ საზღვარგარეთ. ამისთვის კი საჭირო არის ისევ და ისევ ყურადღების მიქცევა და საინჟინრო აზრის შემდგომი განვითარება. ნანომასალების აი ასეთი მძლავრი ტემპებით განვითარება წარმოშვა ახალი დარგები, ახალი სამეცნიერო დარგები. ასეთი არის მაგალითად უკვე ყალიბდება ნანოფიზიკა და ნანომასალათმცოდნეობა. აი რადგან ჩვენ შევეხეთ უკვე საკითხს მასალათმცოდნეობა, აქ მე მინდა ცოდნის მოყვარულ ახალგაზრდობას ვურჩიო ერიდებიან ტექნიკური საგნების შესწავლას და პირიქით ის რაშიც ჩვენ უკვე დიდი ხანი არის ჩამორჩით, საჭირო არის ორმაგი, სამმაგი ენერგიით ამ მეცნიერებების შესწავლა და მისი შემდგომი განვითარება, რომ არ მოხდეს წყვეტა მეცნიერების ძველ თაობას და ახალ თაობას შორის. აქედან გამომდინარე, მე მინდა დიდი ყურადღება გავუმახვილო აგრეთვე იმაზე, რომ საინჟინრო დარგების და კერძოდ მასალათმცოდნეობის იგნორირება როგორც ასეთი არ შეიძლება და საჭირო არის ამ მიმართულებით ძალიან ესე იგი არა მარტო სახსრების გამოყოფა, არამედ დაინტერესება ახალგაზრდების დაინტერესება, რომ მათ ჩვენს მიერ ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან, ლითონის წარმოების დროიდან მოყოლებული ეს ხელოვნება ლითონის წარმოების, ლითონის დამუშავების, ლეგირების და ასე შემდეგ, თუ დღემდე არის მოტანილი, ჩვენ დღეს არ უნდა ჩავკლათ და ამას უნდა მივცეთ ყველანაირი გზა შემდგომი განვითარებისაკენ.
ამას კი უნდა თავში ჩაუდგეს ახალგაზრდობა, უნდა დაინტერესდნენ და უნდა განავითარონ, შეიძინონ ძველი, შეისრულონ ძველი და შემდეგ განავითარონ ახალი, უდიდესი ტემპებით, იმიტომ რომ დღეს მსოფლიოში ყველაფერი ვიდარდება უდიდესი ტემპით და მხოლოდ პირველი უნდა იყო, რომ მიიღო პრიორიტეტი ამა თუ იმ დარგში. ქართული ტექნიკური აზროვნება, ან იგივე ქართული გენი გამოვლენებას პოულობდა ტექნიკის არაერთ სფეროში. მაგალითისათვის შეგვიძლია ავიღოთ ამერიკაში თვითმფრინავების ან უпростоრად სამხედრო თვითმფრინავების განვითარების ტექნიკა და ტექნოლოგია. ეს უნიკალური, რომელიც ჯერ კიდევ 2020 წლამდე იქნება შეიარაღებაში. ეს ქართველის შექმნილია. უნიკალური არის ჩვენი მათემატიკოსების წვლილი კოსმოსური ტექნიკის ათვისებაში. უნიკალური არის აგრეთვე ქართველ მეტალურგთა წვლილი კოსმოსური ხომალდის წარმატებით გაფრენაში. აი სწორედ მაშინ იყო საბჭოთა კავშირის უამრავი მეცნიერი თავს იმტვრევდა იმ კვანძის შექმნაზე, რომელსაც სულ რაღაც 15 წამი უნდა ემუშავა ღია კოსმოსში, მაგრამ მათ ვერ გადაწყვიტეს, ვერ შექმნეს ისეთი ლითონი, რომელიც ამ თითქოს და ერთი შეხედვით უბრალო მოთხოვნას დააკმაყოფილებდა. მაგრამ ცნობილი არის, რომ იქ კოსმოსში, ღრმა ვაკუუმში შეზეთვა შეუძლებელია. ხურდება ამ 15 წამის განმავლობაში ლითონი იმ ტემპერატურამდე, რომ ხდება შეწყობა და მისი გამოსვლა მწყობრიდან. აი ამ უმძიმესი ტექნიკური მოთხოვნის პირობა ისევ ქართულმა ლითონმა, ქართულმა თუჯმა, თავადისეულმა თუჯმა დააკმაყოფილა და ეს იყო პირველი ქართული ლითონი, რომელმაც კოსმოსში იმოგზაურა. ასეთი მრავალი მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგრამ მთავარი არის არა მხოლოდ წარსული. ჩვენ მართალია უნდა ვიცხოვროთ, უნდა ვიაზროვნოთ, უნდა გვახსოვდეს წარსული, მაგრამ საჭიროა მომავლის შენებაც. ახლა უფრო მეტი პირობები არის წაყენებული, უფრო მეტი მოთხოვნები არის ტექნიკაში წაყენებული და ჩვენ შეგვიძლია ქართული საინჟინრო სკოლის შემდგომი განვითარების გზით ეს პრობლემები წარმატებით გადავჭრათ. უპირველეს ყოვლისა საკუთარი ამოცანების გადასაჭრელად და შეგვიძლია ჩვენ მოვამარაგოთ კიდევ ასეთი ახალი იდეებით მსოფლიოს ნებისმიერი წამყვანი ქვეყანა და წამყვანი ორგანიზაციები. ამის შესაძლებლობა ჩვენ გვაქვს და ამას განვავითარებთ, შევძლებთ, თუ ახალგაზრდობა დაინტერესდება და საინჟინრო აზროვნების განვითარებაში ჩვენ წყვეტა არ გვექნება. სასურველი კია ბუნებრივია, რომ ეს ქართული გამოგონებები უპირველეს ყოვლისა დარჩეს ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს ქვეყანას ჰქონდეს ყველანაირი პრიორიტეტი მათი გამოყენების თვალსაზრისით. როდესაც ყალიბდება რაღაცა ახალი იდეა, ამ იდეის ხორჩესხმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს. ამიტომ ჩვენი დროის ახალგაზრდობა მაშინ არ თაკილობდა არავითარ შრომას, თუნდაც კაბალურს. ღამეებს ვათენებდით ლაბორატორიაში და აი ერთხელ, როდესაც ჩვენ უნდა შეგვექმნა მაშინ ყოფილ საბჭოთა კავშირში მეორე ელექტრონული სხიური დანადგარი, მთელი კოლექტივი, ეს იყო ახალგაზრდა ასპირანტების, მუშაობდით დღე და ღამე, უნდა დაგვესწრო, უნდა უყოფილიყავით პირველი თუ არა, მეორე მაინც. დაწყებული კაბელის ღარის გათხრიდან დამთავრებული დანადგარის ღილაკის დაჭერამდე ეს ჩვენი გაკეთებულია და ერთ კურიოზულ მაგალითს მოგიყვებთ. მართალია შეიძლება არც იყოს მიზანშეწონილი ამ მაგალითის მოყვანა. ცხელი ზაფხულის დღეა, მე და ჩემი მეგობარი, მაშინდელი ორივე ასპირანტი ვიყავით, თენგიზ ლომაია. შუა დღეს სიცხეში, ალბათ 35-40 გრადუსი მაინც იქნებოდა, კაბელისთვის 40 ვხრიდით. და როდესაც დავიწყეთ მასში კაბელის ჩაგდება, ბუნებრივია ვიყავით დაჭუჭყიანებული, იმიტომ რომ მაზუთიანი იყო კაბელი, მზეზე გამთბარი და თავიდან ბოლომდე ვიყავით აი ამ მაზუთით ამოთხრილი. ამ დროს მოდიოდა ერთ-ერთი მშობელი თავის შვილთან ერთად და ეწყობა მან ვერ მიიღო დამაკმაყოფილებელი შეფასება და შვილს უთხრა: შვილო,
აი კარგად უყურე აი ამ ახალგაზრდებს. თუ არ ისწავლი, აი ესეთ ჭუჭხში მოგიხდება შენ მთელი ცხოვრების გავლავა. ჩვენ ბუნებრივია გავიცინეთ. რა იცოდა მაშინ, რომ ჩვენ მაშინ ყოფილ საბჭოთა კავშირში ერთ-ერთ უნიკალურ დანადგარს ვაწყობდით. როგორც აღვნიშნეთ, აქ უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება ახალგაზრდობას. ბუნებრივია ჩვენც ახალგაზრდები ვიყავით, როდესაც პირველ დაბიჯებს ავდგამდით და მეტალურგიის ფაკულტეტი გვინავდა. მეტალურგიის ფაკულტეტი ყალიბდებოდა მხოლოდ მედალოსანი სტუდენტებით. და იყო ხოლმე ისეთი შემთხვევები, როდესაც ისინი გარეთ რჩებოდნენ. შეივსებოდა ხოლმე მეტალურგიის ფაკულტეტი. ეს მხოლოდ ისე რაღაც აი დროებითი მოვლენა არ იყო. არამედ ეს იყო ახალგაზრდობა, რომლებიც იმ ტრადიციებზე იზრდებოდნენ, რაც ჩვენმა წინაპრებმა შემოგვინახეს. რომ მეტალურგია, ლითონი, ეს არის ქართველი კაცის ბუნება, აზროვნება, გონება, ეს არის ქართველი კაცის ინტელექტი და ქართული კაცის გენი და არ არის აუცილებელი იყო, ვთქვათ, ზებუნებრივი, არამედ უნდა იყო პატრიოტი, უნდა იყო მოამაგე ქვეყნის და უნდა იცოდე ქვეყანას რა სჭირდება, რომ შენი ახალგაზრდული ცოდნა იმ მიმართულებით გამოიყენო. ნუ ბუნებრივი არის, აი ამისთვის კი უკვე საჭირო არის ზოგიერთი ჩვენი პირადული დავთრგუნოთ და გავაკეთოთ ის, რაც ქვეყანას სჭირდება. აი დღეს სწორედ ქვეყანას ტექნიკური აზროვნების შენარჩუნება და მისი შემდგომი განვითარება სჭირდება. მე ძალიან მინდა, რომ ახალგაზრდებმა ეს გაითვითცნობიერონ, რომ ეს გაითავისონ. არ შეიძლება, რომ ქვეყანა, სადაც რომელიც არის ლითონის წარმოების ფუძემდებელი, რომელმაც მსოფლიოს მისცა მედიკამენტი, რომელიც მსოფლიოს მისცა ბრინჯაო, რომელმაც შექმნა უნიკალური ხელოვნების ნიმუშები, რომ ასეთი ერი მივიდეს დეგრადაციამდე და მან მხოლოდ საკუთარი თავის გადასარჩენად იზრუნოს. ჩვენ გვაქვს ქვეყანა, რომელიც არის უდიდესი გონიერების, რომელიც არის უდიდესი ინტელექტის ადამიანებით დასახლებული და ჩვენ ეს ყველაფერი ისევ ქვეყანას უნდა მოვახმაროთ. ჩვენ ქვეყანამ შეგვდა. ამიტომ ჩვენი ინტელექტი უნდა ისევ მოვახმაროთ ქვეყანას. როდესაც ჩვენ ახალგაზრდები ვიყავით და სწავლობდით, არ ვირშურებდით არც ენერგიას და არც სახსრებს იმისათვის, რომ მიგვეღო რაც შეიძლება ღრმა განათლება, ღრმა საფუძვლიანი განათლება. აი დღეს რომ ვამაყობთ მაგალითად ჩვენი დანადგარებით, ვამაყობთ ჩვენი მიღწევებით, ეს ყველაფერი იმდროინდელი ახალგაზრდების მიერ არის შექმნილი. ძალიან მრავალი დანადგარი, რომლითაც ეხლაც სტუდენტები სარგებლობენ, ეს იმდროინდელი სტუდენტების მიერ არის შექმნილი. გნებავთ მოწვის ღუმელები, გნებავთ წრთობის ღუმელები. რაც შეეხება საგნების რაოდენობას, ბუნებრივი არის, იმ დროს ჩვენ ვსწავლობდით ყველა იმ საგანს, რომელიც ინჟინრული აზროვნების ჩამოყალიბებას სჭირდებოდა. ბუნებრივია ზოგ საგანს ვეკიდებოდით ზერელეც, ზოგს უფრო ღრმად ვსწავლობდით, მაგრამ ჩვენ ვაკეთებდით იმასაც, ვკითხულობდით იმასაც, რაც პროგრამით გათვალისწინებული არ იყო. ამიტომ იყო სწორედ, რომ ქართველი ახალგაზრდა ინჟინრით ინტერესდებოდა მაშინდელი ყოფილი საბჭოთა კავშირის ნებისმიერი ქარხანა და იყო ხოლმე უდიდესი მოთხოვნა ქართველ ახალგაზრდა ინჟინრებზე. მე არ ვიცი, სად წავიდა ეს ენთუზიაზმი, სად გაქრა ეს ენთუზიაზმი. ალბათ მაინც საჭირო არის, მიხედოს უფროსმა თაობამაც, მიხედოს შესაბამისმა ორგანოებმა, რომ ახალგაზრდა კადრები, ახალგაზრდა სპეციალისტები დაინტერესდნენ არა მარტო თქვათ იურიდიული განათლებით, ან სხვა სახის განათლებით, ესეც საჭირო არის, რა თქმა უნდა. არამედ დაინტერესდნენ ტრადიციული მეცნიერების შესწავლით, ისევ მედიცინით, ტექნიკით და ტექნიკის თავისი მრავალფეროვნებით, რომელიც ჩვენს მიერ შექმნილია და საჭიროებს შენარჩუნებას და შემდგომ განვითარებას. ამიტომ მე მოუწოდებ ახალგაზრდობას დიდი ყურადღება მიაქციონ, დაინტერესდნენ ესე იგი უпроსტორი ტექნიკური უმაღლესი სასწავლებლებით და ააღორძინონ ის ინჟინრული აზროვნება, რომელიც ჯერჯერობით დღემდეა მოტანილი. და მე არ მინდა რომ გაწყდეს კავშირი, აღმოჩნდეს ვაკუუმი ძველ და ახალ თაობას შორის.
მანამდე შეუძლია კიდე, მანამდე ჯერ კიდე ვართ, მანამდე არიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტები. საჭიროა მათ გვერდით მუშაობა, გამოცდილების მიღება და შემდგომ ახალ-ახალი მძლავრი ნაბიჯების გადადგმა ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. დასკვნის სახით ჩვენი საუბრიდან შეიძლება აღვნიშნოთ, რომ ქვეყნის განვითარებისთვის და იმ პოტენციალის შენარჩუნებისთვის, რომელიც ყოველთვის ჩვენს ხალხს გააჩნდა, აუცილებელი არის რამოდენიმე პირობა. პირველი, კავშირი თაობებს შორის, ძველის შესწავლა, რომლის საფუძველზეც უნდა დაშენდეს ახალი, იმის გააზრება, რომ ყველა სფეროში და მათ შორის საინჟინრო საქმეში ჩვენ გვაქვს დიდი წარსული და უნდა ვეცადოთ, შევინარჩუნოთ დღევანდელობა და დავაშენოთ მომავალი.